მეგობრებო, ვისაც გაქვთ გრიმარათის ინტერვიუ, დაიმახსოვრეთ აი ამ 5 შეკითხვას თქვენ დაგისვამენ. ეს უკვე დაწყებულია. ახალი მემორანდუმის პოსტ-ეფექტი არის ესა. უკვე დაწყებულია, მე ახლა თქვენ გეტყვით, რომელი 5 შეკითხვა არის. ეს ანუ მაგალითი არის აქამოყვანილი, ხო და ამ მაგალითსაც წაგიკითხავთ, ყველასი შეიძლება ინდივიდუალური იყოს. ყველასი სიტუაცია ინდივიდუალურია უფრო სწორად, შესაბამისად თქვენ თვითონვე უნდა მოიფიქროთ პასუხები, ან თქვენმა ადვოკატებმა უნდა მოიფიქროთ პასუხები აი ამ შეკითხვებზე. სანამ გადავალ შეკითხვებზე, oh my god, აბა რას ამჩნევთ ახლა თქვენ? და ახლა შევამჩნიე ეს. I'm wearing a straight jacket. გიჟების ზედამაცვია. სწორი ზოლებით როა, ხო? ხომ არის ეგა სწორი ზოლებით? და რა შეხედე? ნუ რას ისამ. ყველას აქ რაღაც გადახრები. ოკეი, სანამ შეკითხვებზე გადავალ. დღეს ისეთ მაგარი რაღაც მომივიდა. ვფიქრობ, რომ ყოველ ვიდეოში იქნება. იმიტომ რომ ასევე განკუთვნილი იქნება ჰეითერებისთვის. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. შესაბამისად, აი ესეთი ფიგურინა ვიყიდე. მომივიდა. შეხედეთ? აი იმენა შეგესაბამებად თქვენ. აქედანაც ჭიტა. აქედანაც. Oh my god, this is so fucking beautiful. მას ბეჭედი უნდა ჩამოუმასკნა აქ. ან რაღაცა. ბატონო. всё. ესე დავდებ, ის მოსამართლე რო ჩაქვიცი მაშება, ხო იცი? თუ რამე ისეთი გლოვიარების თემა იქნება და უნდა ვიგლოვო წინასწარ. ოკეი, ესე იგი, ესე მას გავაკეთებ შესავალს. ესე იგი და შემდეგ უკვე გადავალ. ანუ ეს წინასწარ შევემზადები ამით. ამ რეაქციით. ეს არის სპეციალურად, სპეციფიკურად ჰეითერებისთვის. ძალიან მიყვარხართ. თქვენი ხართ ჩემი უდიდესი мотиваცია. უდიდესი мотиваცია ხართ ჩემი. დიდი მადლობა, მაბედნიერებთ, მინდა გითხრათ და რა ვიცი, აბა. ეს თქვენია. კი მინდა სადღაც ისეთ ადგილას იდოს ესე. მაინც ხო ხდები. გას ჰეითერი და უყურებ. აქაც ამყავს, მე ვიცი მეგობრებში. ჩასახებიან, ჩაბინადრებულები არიან. იყავით. რა სადღაც მინდა დავდო ისეთ ადგილას, რომ მუდმივად ჩანდეს, რომ შეახსენოს თავი ჰეითერებს, რომ ეს თქვენთვისა. კარგი, არ დავკარგოთ მათზე ენერგია. 5 სახის შეკითხვა, მე ახლა წავიკითხავ. ოკეი. რას დაგისვამენ 485-ის გრინის ინტერვიუზე? აქ, შეერთებულ შტატებში. რატომ აირჩიეთ სტატუსის შეცვლა და არა საკონსულო პროცესი? ოფიცრებს აინტერესებთ, რატომ დარჩით შეერთებულ შტატებში განაცხადის შესატანად, ნაცვლად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავი და იქ გაგევლო იმიგრაციული პროცესი. ერთ-ერთი კლიენტის შემთხვევაში ეს იყო ავტოავარიის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება იყოს ასევე პირობითად ორსულობა, მეუღლესთან დაშორების სირთულე, ეს ამ ადამიანს ჰქონდა ესეთი პრობლემა. ოკეი, მეორე შეკითხვა, არსებობს თუ არა დაბრკოლებები სამშობლოში დაბრუნებისთვის? აქ უკვე ოფიცერი გამოწვევს, გაქვს თუ არა მიზეზები, რის გამოც შენთვის იქნება რთული ან შეუძლებელი შეერთებული შტატების ტერიტორიის დატოვება, რომ პროცესი მოხდეს საქართველოში. აბა ერთ წუთში თუ ჩავამატებ ბოლოს ამ შეკითხვას. რატომ დარჩით აშშ-ში ვიზის ვადის გასვლის შემდეგ? ესა მეოთხე. რა კავშირები გაქვთ ჯერ კიდევ თქვენ სამშობლოსთან? ოფიცრები შეიძლება დაინტერესდნენ ოჯახით, სამსახურით, ქონებით და ასე შემდეგ. და და მეხუთე. როდის გადაწყვიტეთ სტატუსის შესვლა? აქ უკვე ეხება იმიგრაციულ განზრახვას. ანუ თავიდან, ანუ ოფიცრებს აინტერესებს თავიდანვე ქონდა თუ არა შენ განზრახვა იმიგრაციის. და თუ ქონდა იმიგრაციის განზრახვა, მაშინ ის ვიზა B კატეგორიის ვიზა, F კატეგორიის ვიზა, ხო? არა საიმიგრაციო ვიზები, შენ მაშინ B კატეგორიის ვიზა, ამაზე გააკეთე მის რეპრეზენტაცია. შეიძლება ჩაგეთვალოს მის რეპრეზენტაციაში, ანუ მოიტყვილე. ფროდი მის რეპრეზენტაცია. ანუ აინტერესებთ როდესაც თქვენ აქ შემოხვედით, ქონდა თუ არა, did you have an immigrant intent?
საემიგრაციო განზრახვა ქონდა თუ არა, იმიტომ რომ შენი ვიზიტი უნდა ყოფილიყო დროებითი. ეს არის ხუთი სახლის შეკითხვა. კიდევ ერთხელ იმას ვიზამ, უცებ კაპს ვიზამ, გავაკეთებ. რატომ აირჩიეს სტატუსის შეცვლა და არა საკონსულო პროცესი? არსებობს თორე დაბრკოლებები სამშობლოში დაბრუნებისთვის. რატომ დარჩით აშშ-ში ვიზის ვადის გასვლის შემდეგ? რა კავშირები გაქვთ ჯერ კიდევ თქვენ სამშობლოსთან? ხოთო მიკითხა ყველა, აშშ დაბრუნება, ხო? და მეხუთე. როდის გადაწყვიტეთ სტატუსის შეცვლა? ეს არის და ეს.